ისევ ჯობას მაყურებლებო და მსმენელებო, დღეს გთავაზობთ ვიდეოს თემით, ოდესღაც დაფიქრებულ ხართ თუ რისთვის და როდის მოიგონეს დოკუმენტები, რომელიც ადამიანს ამბავს უბრალოდ მის ადგილას, საცხოვრებელ ადგილას. და ამ დოკუმენტებს, ანუ რასაც ჩვენ უწოდებთ პასპორტებს ან პირადობის მოწმობებს, აქვს უფრო მეტი ძალა ვიდრე ჩვენ თვითონ ადამიანებს. მთელი ცხოვრება გვატყუებდნენო ჩვენ, რომ პასპორტი არისო ცივილიზაციის მიღწევა. დოკუმენტი, რომელიც ჩუქნის თავისუფლებას და უფლებას. სინამდვილეში კი ამ ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ ყველაფერი იყო პირიქით. გლობალური ისტორიული მეცნიერება ჩვენგან მალავს სიმართლეს საპასპორტო სისტემის წარმოშობაზე. ეს არ არის ბილეთი თავისუფალ სამყაროში. ეს არის საინვენტარო ნომერი პატიმრის ფეხზე. კითხეთ თქვენ თავს, ვის გაიფიქრა, ხო, მე სპეციალურად ვიხმარე ეს სიტყვა, მე-19 საუკუნეში დაითვალა თავიანთი ყრმები. დაეთვალათ ყოველი უსახკარო, ყოველი ცოცხალი ადამიანი სიზუსტით. ამ დროს მე-18 და მე-19 საუკუნეში რატომ კაცრდება გადაადგილების რეჟიმი, კანონი, რატომ კაცრდება და იზღუდება უბრალოდ გადაადგილება. ოფიციალური ისტორია თავს იმართლებს, ამართლებს უბრალოდ ამ პასპორტიზაციას, რეკრუტიზაციით და ხარკის გადასახადებიდან გამომდინარე. მაგრამ მოდით ახლა ჩავთვალოთ ჩვენ ლოგიკა და გადავხედოთ იმ ფაქტებს, რომლებიც ძენა ზედაპირზე, ამ ამბების ზედაპირზე, მაგრამ რომლის შენიშვნა ჩვენ არ გვინდა. წარმოიდგინეთ სამყარო მე-19 საუკუნის დასაწყისამდე იმ დროიდელი რუკებზე, უпростоრად იმ დროიდელ რუკებზე არის თეთრი ლაქები და ქალაქების ისეთი დასახელებები, რომლებსაც დღეს ჩვენ სკოლებში, სასკოლო წიგნებში არ მოიხსენიებენ. საზღვრები არეულია და უცებ იწყება ადამიანური რესურსის ტოტალიზაცია. ზუსტად ადამიანური რესურსისა. რადგან ეს საპასპორტო სისტემა მაგ დროს რუსეთში, საფრანგეთში, პრუსიაში უფრო გავდა საბანაკო აღწერას. ისტორიკოსები გვიმტკიცებენ, რომ მოსახლეობა იზრდებოდა ბუნებრივი გზით. მაგრამ თუ ჩვენ გადავხედათ აღწერის რიცხვებს, მოსახლეობის აღწერის რიცხვებს, ჩვენ შევამჩნევთ მათემატიკურ ანომალიებს, რომლის ახსნა შეუძლებელია შობადობით. მოსახლეობა არ იზრდებოდა, ის ჩნდებოდა, სადღაიდან ჩნდებოდა, თან ჩნდებოდა მთელი პლასტებით და საჭირო იყო ამ ახალი გამოჩენილი ადამიანების მიწასთან მიბმა. რომ გადავხედოთ პეტრე პირველის უკაზებს და სხვა მმართველების მოგცევებს ამ საპასპორტო სისტემის შემოტანა 1724 წელს ამართლებენ როგორც ბრძოლის მეთოდ გაქცეული ყმების დასაბრუნებლად, უпростоრად გაქცეული ყმების წინააღმდეგ. მაგრამ საგარბოდა ეს ყრმები? ან საიდან გაჩნდნენ ისინი ამდენ რაოდენობით, რომ მათი დასაჭერად იძულებული გახდნენ შეექმნათ უზარმაზარი ბიუროკრატიული მანქანა. ეპოქაში, როდესაც არ არსებობდა კომპიუტერები, ეპოქაში, სადაც ქაღალდი ღირდა ძალიან ძვირი და წერა-კითხვისმცოდნე ადამიანები იყვნენ ძალიან მცირე რაოდენობით, მთავრობა იწყებს
დენის სისტემას, რომლებიცაც შეშორდებოდა თანამედროვე სპეცსაგენტოებს. იმისთვის, რომ გამოეწერათ, აღეწერათ და გაითვალისწინებინათ ყოველი გასაშვები საბუთი, საჭირო იყო ჩინოვნიკების მთელი არმია. და სადასწავლიდნენ ამას მაგად და ვინ შექმნა ეს ლოგისტიკა? ეს ტექნიკულად შეუძლებელია აგრარული საზოგადოებისთვის ქათმის და ბატის საწერკალამით, მელნის საწერკალამით. თუ სხვა რაღაცა შეერა საქმე, მაგალითად რაში? თუ ეს საზოგადოება რაღაც მოვლენის შემდეგ, ბუნებრივი მოვლენის შემდეგ, რაღაც მოვლენის შემდეგ არაპირებდა ესე იგი წესრიგის აღდგენას და გამაგრებას. პასპორტი არ იყო როგორც უფლება სადმე გამგზავრებულიყავი. პირიქით, პასპორტიზაცია იმიტომ შემოიტანეს, რომ ხალხს არ შეძლებოდათ გადაადგილება. ეს იყო ნიშანი, რომლითაც ბიოლოგიურ ერთეულს ესე იგი აჯაჭვებდნენ, ამაგრებდნენ საჭირო ლოკაციას. და მე-19 საუკუნეში ვისაც არ ქონდა პასპორტი, ეს იყო დაღი იმდროინდელ საზოგადოებაში. და ვისაც პასპორტი არ ქონდა, მაგას აიგივებდნენ დანაშავესთან. და რატო ხდებოდა ასე? იმიტომ რომ თავისუფალი გადაადგილება მიცემდა საშუალებას ხალხს ენახა ის, რისის დანახვა არ უნდათ ხალხისთვის. ანუ რაღაცა უნდა დაემალათ. წარმოიდგინეთ, თქვენ ცხოვრობთ სამყაროში, რომელმაც ახლახან გადაიტანა კატასტროფა. ნანგრევები დაფარულია თიხით და მიწით, ძველი ტექნოლოგიები ჩამარხულია ჩვენ ფეხქვეშ და ახალი მეპატრონეები ცდილობენ შეაგროვონ, შეაკვეთიტონ ეს ხალხი, ვინც გადარჩა და აიძულებენ მათ ნანგრევების გათხრას. თქვენ არ სჭირდებათ მოწმეები, რომლებიც სწავლიან ახლო გუბერნიაში და იქ დაიწყებენ გავრცელებას ამბის, რომ აქ არის ცარიელი ქალაქები, მოჩვენებები, რომლებიც დაუნგრეველი მთლიანობაში ესე იგი ხელუხლებელი, დაუნგრეველი და უზიანებელი დგანა ოღონდ ადამიანების გარეშე. თქვენ მოგინდებათ, რომ ყოველი ადამიანი იჯდეს თავის სოფელში და ეფიქრა, რომ სამყარო ყოველთვის მასეთი იყო, როგორცაც ის ხედავდა მრავალი წლის განმავლობაში და პრიმიტიული. და საპასპორტო სისტემა იყო შემოტანილი როგორც კარანტინის ინსტრუმენტი. მაგალითად, ყრმას არ შეეძლო 300 ვერსტის იქეთ წასულიყო სპეციალური საბუთის გარეშე. ეს იყო ციხე. თქვენ გონიათ, რომ ერთმანეთის მოწინააღმდეგე ქვეყნები, რომლებიც იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ერთდროულად მიხსენ იმას, რომ თავისი ქვეყნის ხალხს დაადონ დაღი? ერთდროულად მოაფიქრათ ამის გაკეთება? ან გონიათ, რომ მართვის ცენტრი იყო ერთი? მოდით გავარჩიოთ ეგრეთ წოდებული საცხოვრებელი ადგილის ვიდი. ვიდ на жительство. თვით დასახელება უჩვენებს თუ რა არის ეს დოკუმენტი. ამით თქვენ გაძლევენ ესე იგი თქვენ ცხოვრებაზე ნებართვას. ხო, თქვენ გაძლევენ უფლებას, რომ იცხოვროთ. ამ საბუთის გარეშე, ამ ვიდ на жительствოს გარეშე, საცხოვრისი ნებართვის გარეშე, თქვენ ხართ მხოლოდ ბიომასა, რომელიც უნდა ესე იგი გააქრო ან გაუშვა ატარგაზე. ისეთ ბანაკში, სადაც ძიმე სამუშაოებს ასრულებენ. კატარგა. მე-19 საუკუნეში უსაკაროებზე კანონი იყო ძალიან გამკაცრებული.
ნებისმიერ ადამიანს ვინც ვერ აჩვენებდა, ვერ დაუმტკიცებდა თუ სად იყო მიწერილი, ესე იგი, სად ქონდა საცხოვრებელი ადგილი, მათ აგზავნიდნენ მძიმე სამუშაოების ჩასატარებლად. და აქ ჩდება კითხვა. და რა სამუშაოები იყო ეს? პორტების შენებლობა, არხების გათხრა, თუ შენობების პირველი სართულების ამოთხრა. რომლის ოფიციალური ვერსია გახლავთ ის, რომ თურმე მასზე აშენებდნენ ადრე, მიწიდან იწყებდნენ და ფარავდნენ პირველ სართულებს შეგნებულად, თურმე შეგნებულად იფარებოდა პირველი სართულები, პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე, 10 სართულები. თურმე იფარებოდა სპეციალურად. ასეთი წესი იყო მშენებლობის, წარმოგიდგენიათ? კაი, და უშუალოდ პირველ სართულს ჩამარხავს ადამიანი და 2-3 სართულს, 10 სართულს როგორ ჩამარხავს მიწაში ადამიანი, თუ ზევიდან არა მიწა დაყრილი. რაღაც კატაკლიზმიდან გამომდინარე. წარმოგიდგენთ ახლა თქვენ ეს. უპასპორტო ბომჟები იმ დროს იყო უფასო სამუშაო ხელი. მათ იყენებდნენ წინა ცივილიზაციის ნაკვალების გასაქრობად. ჩვენ გვეუბნებიან მე-19 საუკუნის დემოგრაფიული აფეთქების შესახებ. მაგრამ ნებისმიერ ბიოლოგი გეტყვით, რომ იმისთვის რომ მოხდეს დემოგრაფიული აფეთქება, ზრდა, პოპულაციას სჭირდება იდეალური პირობები. საკვების ესე იგი, როგორ გითხრათ, უხვის საკვები, განვითარებული მედიცინა, ომები არ უნდა ხდებოდეს და მე-19 საუკუნე კი ეს იყო ხშირი ომები, ქოლერას ეპიდემია და შიმშილი. მას საიდან გაჩნდა ამდენი ხალხი, სტატისტიკა რატომ უჩვენებს მოსახლეობის მძაფრ ზრდას და ეს ხდება ზუსტად იმ დროს, როდესაც შემოდის საპასპორტო სისტემა. ეს არ იყო ბუნებრივი ზრდა მოსახლეობის. ეს იყო უბრალოდ ლეგალიზაცია მოსახლეობის. ხელისუფლება დაიწყო დოკუმენტის მიცემა მათ ადამიანებს, ხო, ხელისუფლება, ესე იგი, პასპორტიზაცია დაიწყო იმ ხალხის, ვინც გამოვიდა ტყეებიდან, ვინც იმალებოდა ტყეში და გამოვიდნენ, ჩამოვიდნენ მთებიდან, ან იყო, ესე იგი, გაყინული მდგომარეობიდან გამოყვანილი პირდაპირ და გადატანით ნიშნულობითაც. გლობალური კატაკლიზმის შემდგომ პერიოდში პასპორტი გახდა გადარჩენილების რეგისტრაციის აქტი. მიაქცეთ ყურადღება თუ როგორ გამოიყურებოდა ეს დოკუმენტები. იქ იყო გარეგნობის აღწერა, არანაირი ფოტო, არანაირი თითების ანაბეჭდი, მხოლოდ გარეგნობის აღწერა. ხო, მაგრამ თითქოს ეს სისტემა არ იყო სანდო, რადგან ნებისმიერ შეეცვალა გვარი, სახელი. მაგრამ ეს სისტემა მაშინ იმ დროს მუშაობდა. და რატომ? იმიტომ რომ შიში იყო ცხოველური. ხალხს არ ეშინოდა პოლიციის, ხალხს ეშინოდა, რომ აღმოჩნდებოდნენ სისტემური საკვების პაიოქს 50-იან რუსები განაწილების ფარგლებს გარეთ. ესე იგი, ეშინოდათ, რომ მათ საკვები, ესე იგი, ის საკვები, როგორ გითხრათ, რაციონი საკვებისა, რომ მათაც მიეღოთ. ანუ მათ ჰქონდათ შიმშილის წინაშე შიში, რომ დარჩებოდნენ საკვების გარეშე. პასპორტი გარეშე საკვებს ვერ მიიღებდნენ. ეს იმ დროს პასპორტები თამაშობდა ტალონების როლს, როდესაც საბჭოთა კავშირში ტალონები შემოიტანეს საკვებზე და საკვებ პროდუქტებს იძლეოდნენ დოზირებულად. აი, ასეთ როლს ასრულებდა იმ პერიოდში პასპორტი. პოსტ-აპოკალიფსის პირობებში რომელსაც ეკუთვნოდნენ მე-18 და მე-19 საუკუნეების წლები, ესე იგი, თუ შენიყავი იმ საზოგადოების წარმომადგენელი ან ცხოვრობდი იმ საზოგადოებაში, ეს იძლეოდა გარანტიას, რომ შენ გადარჩებოდი. ეს აფშინა
აფშინა თომის ტომი ჩათვალით რომ ტომი არა მხოლოდ სოციალური სტრუქტურა იყო, ეს იყო გადასარჩენი ნავი და პასპორტი ასრულებდა ბილეთის როლს, რომ ამ გადასარჩენ ნავში ჩავსდარიყავენ. ისინი ვინც ბორტის მიღმა რჩებოდნენ, ქრებოდნენ უნაკლოდ. ჩვენ მივეჩვევთ იმის ფიქს, რომ ყმობა იყო ძველი ტრადიცია, მაგრამ ფაქტები მეტყოლებენ პირიქით. ესე იგი, მკაცრი კაცრი კი არა, ამ ყმობის გამკაცრება იტევდა თავისში ნაძალადევი, ასე ვთქვათ, მიწაზე მიმაგრებად, ნაძალადევად. შენ გაიძულებ და ყმობაზე ვარესი იყო ეს. შენ გაიძულებდნენ მიწას მიმაგრებოდი, რომელიმე მიწის ნაკვეთს, რომ ფეხი არცად გაგედგა. ეს არ იყო ევოლუცია, ეს იყო როდესაც მაგალითად ჩვენ დროს რამე ხტება და როდესაც თავრობას შემოაქვს საგანგებო მდგომარეობა. აი ეს პასპორტიზაცია იმ დროს ნიშნავდა საგანგებო მდგომარეობას და გამოჩნდა ვიღაც ახალი ბატონი, რომელმაც მიწაზე კონტროლი ჩაიგდო თავის ხელში და გადაწყვიტა ყველა გაიკონტროლებინა და თავისებურად დაიწყო წესრიგის მოყვანა და პირველი ნაბიჯი ამისა იყო მთელი მოსახლეობის, დედამიწის მოსახლეობის აღწერა. ყოველი სული უნდა აღეწერათ, ხარკი დაედოთ გადასახადი ამ სულზე და უნდა წაეშალათ მათთვის მეხსიერება წარსულზე. პასპორტი სადაც თქვენი დაბადების ადგილია მინიშნებული, თქვენი სტატუსი, თქვენი მდგომარეობა, თქვენი რწმენა და ეს ესე იგი მალავდა თქვენ საგვარეულოს. სინამდვილეში ხალხზე ის კი არ ეწერა სინამდვილეში თქვენ რა იყავით, არა. იმას აწედით თქვენ რას წარმოადგენთ, თქვენი რას შთამომავლობიდან გამომდინარე რომელ სამომავლობას ეკუთვნით, არა. სინამდვილეში პასპორტი წერდნენ იმას, რისი ჩაწერა უნდოდათ. ხო, როდესაც არქივს სწავლობდითო და ანალიზებას უკეთებდო, იქ ჩვენ ხშირად შეხვდაო ასეთი ფრაზა. პიროვნება, რომელსაც არ ახსოვს თავისი წინაპრები. თავისი ნათესავები. არ ახსოვს. არც ბები, არც ბაბუ, არც მშობლები, არც არავინ. მე-19 საუკუნეში კი ასეთი ადამიანები იყვნენ საცხა 100,000-ზე მეტი. ოფიციალური ისტორია მოიგონა კიდე ერთი ზღაპარი და ამბობდა, რომ მათი მშობლები იმალებოდნენ იმისთვის, რომ ისინი არ დაესაჯათ. ასობით ათასი დამნაშავეები, შეიძლება ეს მართლაც ისეთი ხალხი იყო, რომლებსაც მეხსიერება ჰქონდათ დაკარგული. შეიძლება მათ წაეშალა მეხსიერება კატასტროფიდან გამომდინარე, ჩავარდნენ შოკში, ან სპეციალურად ისეთი ზემოქმედების ქვეშ მოახდინენ ეს ხალხი, რომ ამნეზია დამართეს. და საპასპორტო სისტემა იყო ყველაზე ადვილი, როგორ გითხრათ, ნაბიჯი დაემალათ მათი წარსული და ამ ხალხისთვის მიეცათ ახალი ცხოვრება. ხო, პიროვნება, რომელსაც არ ახსოვდა ნათესაური კავშირები, ამ პიროვნებას ეძლეოდა მიწერა. მიმაგრებული იყო თავისი მიწერით რაღაც მიწის ნაკვეთზე. ისდგებოდა ახალი ადამიანი, ისდგებოდა იდეალური მონა, რომელსაც არ აქვს მომავალი, მაგრამ აქვს მოვალეობა გადაიხადოს გადასახადი და რაც თავარი არ უნდა დატოვოს თავისი ტერიტორია. ეგ არის მხოლოდ აისბერგის ყენწერო. თუ ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, თუ როგორ იცვლებოდა პასპორტები, როგორ მკაცრდებოდა მოთხოვნები, როგორ შემოქონდათ ვიზები, ჩვენ ვხვდებით, რომ გაიგები თანდათანობით უფრო ძლიერ
მაგდებოდა. ამაგრებდნენ ამ გაიგებს. უფრო ძლიერ ატრიალებდნენ. ჩვენ ახლა ცხოვრობთ იმ რეალობაში, რომელიც იყოს კონსტრუირებული 200 წლის უკან და გასაღებად ამ მაპატიეთ და ამ გალიის ბოქლომის გასაღებად გახდა ჩვეულებრივი ქაღალდის პასპორტი. მაგრამ ყველაზე საშინელი აღმოჩენა ჩვენ გელოდება წინ. კარგად დააკვირდით მე-19 საუკუნის ფოტოებს. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა იქ გამოსახული. თქვენ შეამჩნევთ სიცარიელეს ამ ქალაქებში. უზარმაზარი პროსპექტები ცარიელია. ნახავთ, შეამჩნევთ აგრეთვე გიგანტურ სასახლეებს იმხელა კარებით 5 მეტრო სიგრძით, რომლის სახელურები ახლანდელი ადამიანის სიმაღლის თავთან არის განლაგებული. და ამ სურათებზე ალაგ-ალაგ დაბორიალობს თითო ერთეული ადამიანი, ცოცხალი ადამიანი გადარჩენილი, რომელიც დადის ტალახში, მუხლებამდე ტალახში და მოყავთ დროგები, რომლებშიც შეგაცმულია, უпростоრად, რომლებზეც მიბმულია სუსტი ცხენები. ისტორიკები გეტყვიან, რომ ფოტოაპარატის ბრალია, რომ ხალხი არ ჩანს მაშინ ცხენები, დროგები, ხეები, რატომ ჩანს კაფიო კონტურებით. იმიტომ რომ ხალხი არ იყო სინამდვილეში, არცად არ იყო. ხალხი არ იყო, რომ ჩასახლებულიყო ამ ქალაქებში. მოსახლეობა ამ ქალაქებისა ან განადგურებული იყო, ან გაფანტული იყო. და ზუსტად ამ დროს სცენაზე გამოდის საპასპორტო სისტემა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი უდიდესი ჩასახლების და მოსახლეობის. მოდით პარალელი გავუსვათ 1861 წელი. რუსეთში აუქმებენ ყმობას. ამერიკაში თითქმის ამ დროს მიდის სამოქალაქო ომი, რომელიც თავდება მონობის გაუქმებით. ლონდონში უშვებენ პირველ მეტროს, რომელიც თითქოს ამოთხარეს ლაფატკებით რამდენიმე წლის განმავლობაში, რამდენიმე წელში. თქვენ ჯერათ ასეთ დამთხოვებზე? მაბადიეთ, თქვენ ჯერათ ასეთი დამთხოვების? სხვადასხვა პოლუშარი როდესაც ჩქარობენ ამ ებნება. სხვადასხვა ნახევარსფეროებში, რომლებიც სავსეა ოკეანები და პოლიტიკური სისტემებით, ერთდროულად ხდება განთავისუფლება დიდი რაოდენობის ხალხისა, მასებისა. ოფიციალური ვერსია ამბობს, რომ ჰუმანიზმმა გაიმარჯვა. ალტერნატიული ანალიზი კი ყვირის, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია სამუშაო რესურსების გადასაადგილებლად. თავისუფლება იყო ფიქცია. ყოფილი, რუსეთში განთავისუფლებული ყოფილ ყმებს და ამერიკაში განთავისუფლებულ ყოფილ მონებს არ მისცენ თავისუფლება. მათ მისცენ დოკუმენტი. მათ უბრალოდ შეუცვალენ სტატუსი. გადაიყვანენ, სტატუსი ხო ჰქონდათ საკუთრების მონები, ყმები იყო საკუთრების ნაწილი. და მთავრობამ ისინი გადაიყვანა და მისცა მათ თავრობის საკუთრება. თუ ადრე იყო კერძო პირების საკუთრება, გახადეს ისინი სახელმწიფო საკუთრებად. იმპერიას სასწრაფოდ ჭირდებოდა სამუშაო ხელები იმისთვის, რომ გაეთხარათ დამარხული ქალაქები. რატომ არ იგებდა მიწებს დასავლეთში მთავრობა? უფულოდ. და რუსეთში სტოლიპინი მოგვიანებით რეკავს ამ მასას, უდიდეს მასას გადასასახლებლად ციმბირში, რომ დაასახლოს ხალხი ციმბირში. თითქოს და ციმბირის მიწების ასათვისებლად. მაგრამ დააკვირდით ტარტარიას რუკას. ტარტარია ეს იყო რუსეთის ძველი დასახელება,
რუსეთის იმპერიის რუსეთი არ იყო რუსისა იმპერია არ იყო ადრე იყო ტარტარია მე-19 საუკუნემდე რუკებზე აღნიშნულია ტარტარია ციმბირი და ველური დასავლეთი იყო დასახლებული ხალხით ძალიან მჭიდროდ იქაური ქალაქები იყო ძალიან მჭიდროდ დასახლებული მოქალაქეებით იქაური მობინადრეებით მაგრამ და ის კითხვა სად გაქრა ეს ხალხი და ეს გადმოსახლებული ხალხი რატომ სახლდებოდა რატომ არ სახლდებოდა სულთა ველზე და რატომ სახლდებოდა სწორი კუთხური ნაგებობებში სადაც მიწიდან მოჩანდა ნანგრევების ან ქვები ან აგურები და ასე შემდეგ ამ ესე იგი გადასახლებულების პასპორტი იყო და პასპორტისაც ეს მათი ვინც გადაასახლეს იყო ოფიციალური დასახლება ნანგრევებში მთავრობას საჭიროებოდა ამ გადარჩენილი ბიომასის გაფანტვა, განაწილება და თანაბრად განაწილება ამ გადარჩენილების რუკაზე. იმისთვის რომ დაცვის ქვეშ აეყვანა ესე იგი ცივილიზაციის ეს ყოფილი ტექნოლოგიები და ქალაქები რომ დაიცვა ისინი. როგორ შეიძლებოდა ამდენი ადამიანის გადაადგილების გაკონტროლება კომპიუტერის გარეშე მხოლოდ ბატის საწერკალამით და ქახალდით პოლიციელმა იცოდა რომ ჩახედავდა იმ დროინდელ პასპორტში რომელი ადამიანი უნდა დაეტოვებინა ან რომელი არა და როგორ იყო შესაძლებელი ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ მაშინ თუ ესები იყო შედგენილი წინასწარ და თუ იყვნენ გაფრთხილებულები პოლიციელები. სხვაგვარად შეუძლებელი იყო ასე მალე მოეგვარებინათ ეს საკითხები. ხომ ბევრი ხალხი ხელოვნურად გაამრავლეს ინკუბატორებში და შემდეგ დაასახლეს სხვადასხვა ადგილას და ეტყობა ესია ქონდა პოლიციას. შენობები ანტიკური კოლონებით რთული წყობის და აგრეთვე ამასთან ერთად ახალი მეპატრონების პრიმიტიული ტექნოლოგიები. როგორ გამოიყურება? საპასპორტო სისტემა უგზავნიდა ხალხს დასახლებულიყვნენ განსაზღვრულ კვარტალებში, უგზავნიდა განსაზღვრულ შენობებში შესვლას, რატომ იდგა ბევრი სასახლეები ჩაკეტილი 1000 წლების მანძილზე, უზარმაზარ ტაძრებში, რატომ ტარდებოდა მსახურება მოსახლეობის პატარა რაოდენობით, როდესაც ტაძარი იყო იმხელა, იმიტომ რომ სამყაროს ახალმა მეპატრონეებმა თავის ახალი პასპორტებით უბრალოდ არ იცოდნენ თუ როგორ უნდა გაიწია ექსპლუატაცია ამ წარსულის ძველი მანქანებისთვის, იმიტომ რომ არა მე არ ვცდები ეს ტაძრები, ეს უზარმაზარი შენობები, სასახლეები სინამდვილეში იყო ტექნოლოგიები, თავისუფალი დენის ტექნოლოგიები. ხო, მაგრამ კატაკლიზმებმა რაღაც გაანადგურა, რაღაც გააფუჭა და თავისუფალი დენი უკვე არ მოდიოდა, შეიცვალა დედამიწა. შეიცვალა. არ ქონდა ის ძალა. ის რაც მუშაობდა ადრე, მაგრამ მიატოვა მუშაობა და ახალმა მეპატრონებმა არ იცოდნენ თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ ეს ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი ტექნოლოგია, ჩვენ დღეს ვძახით ტაძრებს და იქ ჭირვა და ლოცვა მიდის. არა, ჭირვა და ლოცვისთვის არ იყო ის შენობები აშენებული. ტაძრებს გულისხმობ მე, თორე ახლა ეკლესიები რო შენდება, მაგას სხვა დანიშნულება აქვს. ახლა სპეციალურად აშენებენ იმისთვის, რომ ჭირვა ჩაატარონ პატარა ეკლესიებს და ის ტაძრები შენდებოდა სულ სხვა მიზნით. პასპორტი აძლევდა მათ უფლებას ეცხოვრათ ბარაკებში და ეს ბარაკები იყო განლაგებული სასახლეების გვერდით.
წამოგიდგენია დრას ლამაზი იქნება ბჭყალებში, მაგრამ არა სასახლეში. და კიდევ ერთი მტკიცებულება ეს არის სასაფლაო. გაიარეთ ძველ სასაფლაოებზე ნებისმიერი დიდი ქალაქში, რომელიც მდებარეობს, გინდათ ამერიკა იღეთ, გინდა ევროპა, გინდა რუსეთი. დააკვირდით თარიღს. თქვენ ნახავთ ბევრ თარიღს დათარიღებულს მე-19 საუკუნით. მაგრამ სად არის სასაფლაოები მე-17 საუკუნეების? სად არის მილიონი ხალხი, რომლებიც იქ ადრე ცხოვრობდნენ? ისინი არ არიან. Срезан. Паспортная система. მათი ისტორიის ფენა ჩამოჭრილია. მე-19 საუკუნის საპასპორტო სისტემა ეს არის წერტილი, საიდან იწყება ახალი ერის ათვლა. ერა ინკუბატორში გაზრდილი ბავშვებისა. შუა საუკუნეებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით იხსნება გიგანტური საბავშვო სახლები მოსკოვში, ნიუ-იორკში, ლონდონში 1000-ობით ბავშვები მშობლების გარეშე, საიდან წამოვიდა ამობოლი ბავშვების ამხელა ნაკადი. ოფიციალური ვერსია დუმს და ბოდავს რაღაცას სიღარიბესთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ გვესმის, ეს არიან მათი ბავშვები, რომლებაც კატაკლიზმა ვერ გადაიტანა და ამ ბავშვებს აძლევდნენ ახალ მეტრიკებს, ახალ გვარებს, ახალ პასპორტებს. მათ უშლიდნენ ხსოვნას მოვატიეთ დავიღალე რომ არსომებოდა დარწმუნებული არც წარსული, რომელიც მათ ახსოვთ ამ ტალახამდე. თვალი გადავალობთ ხანძრების სტატისტიკას. ჩიკაგო, მოსკოვი, ევროპის ქალაქები. ისინი ყველა იწვოდა მე-19 საუკუნის შუაში. თითქოს და ეს ხანძრები ანადგურებდა ხის ქალაქებს. მაგრამ ხანძრების შემდეგ თითქოს და სასწაული მოხდაო იმ ესე იგი ხანძრის ადგილას იზრდებოდა ახალი ქვის სახლები, წითელი აგურით აშენებული 2-3 წლის განმავლობაში. ეს შეუძლებელია, თუნდაც თანამედროვე ტექნიკა მოიხმარიო და აქ არის ერთი დასკვნა. ხანძარი იყო როგორც ფარდა. ეს ხანძრები იყო საჭირო იმისთვის, რომ ლეგალიზება გაკეთებოდა მანამდე უკვე იქ არსებულ ქვის შენობებზე, რომლებიც გათხარეს და გარეცხეს. და იქ შეასახლეს ხალხი ახალი, ვისაც ჰქონდათ ახალი პასპორტები და მათ უთხრეს, ჩვენ ეს ავაშენეთ თქვენთვის. იყავით მადლიერნი, გადაგვიხადეთ ხარკი, გადასახადი. მათთვის პასპორტი გახდა დოკუმენტი, რომ დუმილს აზარღობდნენ. და როდესაც ადამიანი ამ პასპორტს აღიარებდა, ესე იგი ის თანხდებოდა ახალი რეალობის ვერსიაზე. ჩვენ დოკუმენტებში ვხედავთ გრაფას დაბრუნების ადგილი. მაგრამ მე-19 საუკუნის ადამიანისთვის ეს არ იყო მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი. ეს იყო მიჯაჭვობა ახალ მატრიცაში. უпростоრად ამით ადამიანებს აჯაჭვებდნენ ახალ მატრიცას. თუ შენ დაიბადე ისეთ ადგილას, რომელიც ოფიციალურად არ არსებობს, რადგან ბევრი ქალაქი რუკებიდან წაშლილი, შენ გწერდნენ ესე იგი ყველაზე ახლო დასახლებულ პუნქტს წერდნენ, მიწერას გიგეთებდნენ, მასზე გადაიწერებოდა გეოგრაფია. მასზე იქნებოდა ილუზია იმისი, რომ ცივილიზაცია ვითარდებოდა ლინეინურად, ანუ წრფედ. საპასპორტო მაგიდები 19 საუკუნეში როგორც რეგისტრატურა კი არ მუშაობდა, არამედ როგორც რეალობის გენერატორები. ისინი ჯერ ქმნიდნენ მოსახლეობას ქაღალდზე, შემდეგ უკვე ეძებდნენ ხალხს და იმ ციფრებამდე აგროვებდნენ, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი ქაღალდზე. და თქვენ თუ გონიათ, რომ დღეს რამე შეიცვალა, აბა გაიხსენეთ რა ხშირად იცვლება პასპორტების ფორმები, შემოაქვთ ბიომეტრია და ჩიპები. სისტემა აგრძელებს კონტროლის გაუმჯობესებას იმაზე, ვინც ცხოვრობდა, მაგრამ რის დამალად ცდილობენ ისინი? ამ ციფრების და შტრიხების ქვეშ, შტრიხ კოდების ქვეშ. მოდით ახლა ვისაუბროთ
მე-19 საუკუნის ლოგისტიკაზე, რომელსაც ჩვენ აღვიწერენ ხოლმე ისტორიკოსები. და ამ მკაცრი საპასპორტო სისტემის გარეშე ეს ქაღალდის სახლი მომენტალურად დაინგრეოდა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქალაქ მილიონიკებში, ლონდონი, პარიზი, ნიუ-იორკში, სანქტ-პეტერბურგში მე-19 საუკუნის შუაში ცხოვრობდა ადამიანების უზარმაზარი ბევრი მოსახლეობა, უпростоრად ასე ვთქვათ. ჭარბობდა მოსახლეობა ნორმაზე მეტად. მაგრამ მოდით ჩავთოთ კალკულატორი. ოფიციალურად ისტორია ამტკიცებს, რომ მთავარი ტრანსპორტი იყო ცხენი. ერთი ცხენი დღე-ღამეში ქმნის დამაგწდა 15 კილო ნავოს, 15 კილო იქნება, ხო? ნავოს და ლიტრებს შარს, ლიტრა არა, სადღაც მეახლოებით 14 ლიტრა. ქალაქში, სადაც მოსახლეობა იყო თითქოს მილიონი, დასჭირდებოდა სადღაც 100,000 ცხენი ლოგიკისთვის ის, რადგან მათ მოსატანი ექნებოდათ შეიშა, საკვები და წყალი. ეს გამოიწვევდა 1000 ტონა ბიოლოგიურ ნარჩენებს ყოველდღიურად და კანონით ამ ნარჩენებით ხო, ასე რომ ყოფილიყო, ამ ნარჩენებით გაივსებოდა ქუჩები მეორე სართულამდე. მაგრამ ძველ ფოტოებზე ჩვენ ხედავთ იდეალურად სუფთა პროსპექტებს. სად გაქრა ცხენის განავალი? ვინ გაწმინდა ის? სად გაიტანეს? არც ერთი ეზოს ხვეტავები, მთელი არნია ხვეტავებისა ვერ გაწმინდავდა ამდენი ცხენის ნაკელისგან ქალაქს. პირველი, ეს არის შეუძლებელი დეტალი, ან იმ დროს ქალაქები არ არსებობდა ამ სახით როგორც იყო, ან ტექნოლოგიები იყო სხვა, რომელსაც არ სჭირდებოდა არც ნავთი, არც ნახშირი, არ სჭირდებოდა როგორ გითხრათ, ახლა დღეს რომ ჭირდება მანქნებს, საწვავის სხვადასხვა დასახელება, იმ ესე იგი სალარკის, ნავთობის ნავთიდან იწარმოება ეს ყველაფერი. და ფოტოზე თუ ცხენი და დროგი არის ნაჩვენები, ეს უკვე პოსტაპოკალიფტიკური პერიოდის შემდგომი დროა. მაგრამ საპასპორტო სისტემა სჭირდებოდა არა იმისთვის, რომ ცხენოსანი ცხენები დაითვალა, ან გაეკონტროლებინათ ცხენების ტრანსპორტი. უпростоრად ცხენური ტრანსპორტი. მაგრამ საპასპორტო რეჟიმი შემოიტანეს იმისთვის, რომ დაემალან, რომ ქალაქები იყო უბრალოდ ცარიელი დეკორაციები. და ამ ქალაქებში ხელისუფლება ასახლეთ ადამიანებს მხოლოდ წერტილოვნად. კვარტალის მიხედვით დაქმნიდნენ ცხოვრების ილუზიას. პასპორტი აჯაჭვებდა ახალ ადამიანს ახალ ქუჩას, რომ მას არ ელო მეზობელ რაიონში და ენახა თუ რა იყო იქ. დააკეთეთ არქიტექტურას, თუნდაც საქართველოში, თუნდაც ფოტოებზე ინტერნეტში ბევრ ძვლებულ არქიტექტურას ნახავთ და ეს შენობები არ იყო ჩვენთვის გაკუთვნილი. ის შენობები ჩვენთვის არ აუშენებიათ. თუნდაც გიცდიათ, გაგეთმოთ ოთახები, რომლის ჭერამდე სიმაღლე არის 4-5 მეტრი ჩვეულებრივი შეშით. მაგრამ ბევრ ფოტოზე ჩვენ ხედავთ ასეთ ანტიკურ შენობებს შორის ტყეები აშენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ არ ჩახავდა ხეს, არავინ არ ხმარობდა შეშას გასათბობად. ისინი არ ითმობდნენ შეშით. საპასპორტო სისტემა იყო შემოტანილი ზუსტად მაშინ, როდესაც ატმოსფერული ელექტროდენის ძველი ტექნოლოგიები და ცენტრალიზებული გათბობისა, რომლის ნაკვალებს ჩვენ ხედავთ უცნაური ისა რა ქვია, დამაგვიწერა რა ქვია მაგას, ბუხარების მაგვარი,
ჩაშენებული იყო შენობაში, მაგრამ ახლა ჩვენ ბუხარს უძახით, მაგდაგვარად იყო აშენებული, მაგრამ ის სინამდვილეში ბუხარი იმისთვის არ იყო აშენებული, რომ იქ ცეცხლი დაენთოთ. არა, ეს შემდეგ მოეფიქრათ ხალხს იქ ცეცხლი დაენთოთ. ახლა კი ვისაუბროთ დემოგრაფიულ სასწაულზე. ხო, როგორც თქვა ავტორმა, მოულოდნელად სადღაიდან გაჩნდა საბავშვო სახლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმ დროს მოქმედებდა უზარმაზარი კომბინატები ბავშვების, სადაც აშენებდნენ ბავშვებს პირდაპირ გაგებით. ჩვენ გვატყუებდნენ, რომ მშობლები სიღარიბის გამო აბარებდნენ ბავშვებს იქ, თქვენ ამის ჯერათ. დედის ინსტინქტი ყველაზე ძლიერია ბუნებაში. იმისთვის, რომ მასიურად მილიონობით ჩააბარონ ბავშვები საბავშვო სახლებში, რაღაც უნდა მოხდეს. კაცობრიობა იყო აღდგენილი ხელოვნურად. ხომ არის ბავშვებს ხომ უყობიან ხოლმე ასე ზღაპარს, ბავშვები დაიბადა კომბოსტოში. სინამდვილეში ეს ზღაპარი არ ყოფილა. ეს არის გამრუდებული მეხსიერება თუ როგორ ეძებდნენ ბავშვებს, ან როგორ ამოყავდათ ინკუბატორებიდან. და ამ ბავშვებს, რომლებსაც არ ყავდათ არც სამომავლობა, არც ეკუთვნოდათ რომელიმე საგვარეულო ხაზს, მთავრობა ურიგებდა პასპორტებს. ვინ არის მშობლები, ის გრაფა იყო ცარიელი, გამოგონილი გვარი, ხო, სხვადასხვა გვარებს აძლევდა, ან მაგალითად მე რო ვსწავლობდი რუსეთში, ჩვენ კურსზე, ჩვენ ესე იგი ჩვენ პარალელურ ჯგუფში სწავლობდა გოგო, რომლის გვარი იყო პიდარასოვა. ხო, ბევრი ახლა მე რუსული გვარები, იმიტომ ჩამოთვალე, მე ქართულზე გადავა. მაგალითად რუსულ გვარებში არის პამიდორა, კაპუსტინ, ესე იგი კომბოსტო, პამიდორა, პამიდორი, აგურცოვ, კიტრი, სონცევ ან სონცოვ გაჩნია. მაგალითად ჩემთან იყო სკოლაში, მე რუსული თავიდან რუსულ სკოლაში ვიყავი, სონცევა, ან მაგალითად კუზნეცოვ, კუზნეც, სიტყვა კუზნეციდან იგივე შეიძლება ქართულ გვარებშიც ვნახოთ, მაგალითად ჭყადუა, არ ვიცი, უცნაური გვარები, ხომ არის უცნაური გვარები, მაგალითად არ ვიცი, ბევრმა შეიცვალა გვარი. ბევრი გვარები, ალბათ შეიძლება ბევრი გვარები, ბევრი ქართული გვარი, რასაკვირველია ახლა, მარტო რუსეთი არა, ამერიკაშიც დაარქვეს მოგონილი გვარები, მაგალითად ქართულში დათვაძე, მოიცად ვერ გავიხსენე, აი პირზე მაგერია. კარგი, მოდი ამას მოვეშვათ. ან დავაკვირდეთ შენობებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყველგან შენობები არის აშენებული ერთი ტიპით. ერთ და იგივე გეგმით, რომლის გამეორება დღეს ჩვენ ვერ შევძლებთ, რომლის გამეორებას დღეს ჩვენ არ შეგვიძლია და ვერ შევძლებთ. და ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ სანამ პასპორტებს შემოიტანდნენ, სამყარო იყო ერთიანი. არ იყო საზღვრები, არ იყო ვიზები, არ იყო ნაციები, როგორც ჩვენ გვესმის ახლა. იყო გლობალური ცივილიზაცია. საპასპორტო სისტემამ დაყო ეს ერთიანი სამყარო და უთხრა ხალხს, შენ ხარ ფრანგი, შენ ხარ ინგლისელი, შენ ხარ რუსი, შენ ხარ გერმანელი. ჩვენ გვასწავლეს, შეგვეძლებინა ისინი, ვინც ღობის უკან ცხოვრობდა, თუმცა გუშინ თქვენ იყავით ერთიერი. გაყავი და იბატონე. პასპორტი გახდა სეპარაციის ინსტრუმენტი. ნაციონალურობის შეტანა პასპორტში ეს გახდა ესე იგი იმათი გენიალური სვლა, ვინც მართავდა ხალხს.
ამან აიძულა გადარჩენილები მოეკლათ ერთმანეთი გამოგონილი იდეების გამო. იმის მაგალითად, რომ გაერთიანებოდნენ იმათ წინააღმდეგ, ვის ხელისუფლება ჩაიგდო ხელში. ეხლა კი გაიხსენეთ კულტურული ფენა. ჩვენ გვეუბნებიან თითქოს რამდენი წლის განმავლობაში ჩნდება 2-3 მიწის ფენა. წვერი, მიწა, მუსორი. მაშინ რატო დგას ძველი რომი იმავე დონის როგორც იყო ადრე. მე-19 საუკუნის შენობა კი ყაზანში ან ომსკში ჩამარხულია მეორე სართულამდე. С неба просто так. თიხით. თიხა კი წყვილად არ ჩივაციდა. ეს არის წარღვნის ნაკვალევი. მეწყერის ნაკვალევი, გიგანტური ტალღის ნაკვალევი და საპასპორტო სისტემა ეს იყო რეესტრი გაწმენდასთან დაკავშირებით. ადამიანებს აწევდნენ ქალაქებს იმისთვის, რომ ეს ჩამარხული ადგილები გაეთხარათ. ჩვენ ამათ უწოდებთ სარდაფებს, მაგრამ ამ სარდაფებს აქვთ ძალიან რეალური ფანჯრები, რეალური კარები. ჩვენ ცხოვრობთ წინა ცივილიზაციის სასაფლაოზე, ნანგრევებზე. ჩვენი პასპორტები კი ეს საშვია იმისთვის, რომ ჩვენ ამ დიდ სასაფლაოებზე შეგვიშვა. არის კიდევ ერთი ფაქტი, რომლის ახსნა ოფიციალურ მეცნიერებას არ შეუძლია, ვარსკვლავური კოშკების გაქრობა. 1000 ობიექტი, რომელსაც ჰქონდა ვარსკვლავური ფორმა, გაქრა. მე-19 საუკუნის დასაწყისში რუკებზე ჯერ კიდევ მოჩანს ესენი, ახავე განახებთ. აი ამაზეა საუბარი. ასეთი შენობები, ასეთი ნაგებობები არსებობდა. და ის ბიჭი ამბობს, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში ჯერ რუკებზე კიდევ იყო ეს ვარსკვლავური ნაგებობები აღნიშნული. მაგრამ მე-19 საუკუნის დასასრულს ამათ რუკაზე შლიან ამ ნაგებობებს ან გადააკეთებენ. ხო, იმის გამო რომ ხალხს უგზავნიან გადაადგილებას შეუმჩნევლად, ან გადააკეთეს ეს, ან შეუცვალეს პროფილი. ხო და ასეთ ადგილებში ხალხს უგზავნიან შესვლას. კიდე განახებთ ახლა. ეს შენობები შენდებოდა უფასო დენის გამო. პასპორტური სისტემა იმიტომ კი არ შემოიტანეს, რომ ჩვენ ვცოდნოდათ ვინ ვარ ჩვენ. არა, პირიქით, პასპორტული სისტემა იმიტომ შემოიტანეს, რომ ჩვენ არ ვცოდნოდათ თუ ჩვენ ვინ ვიყავით და საიდან ვიყავით და სად ვართ, რაც დავარია. მე-19 საუკუნე არის ტოტალური უნიფორმის რეფორმა. ხო, იმ მე-19 საუკუნის ფოტოებს რო დახედოთო, ყველას აცვიაო უნიფორმის მსგავსი ტანსაცმელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი როგორც ინვენტარი კი არ იყო აღნიშნული და აღწერილი, არამედ ეს ნიშნავდა მობილიზაციას, მაგრამ ხალხი ამას ვერ ხვდებოდაო. იმ დროს სამოქალაქო მოსახლეობა არ იყო თითქმის, ყველა ემსახურებოდა ახალ მეპატრონებს. ჩვენ მხოლოდ გადაადგილების უფლება კი არ ჩამოგვართვესო, ჩვენ თავისუფლება ჩამოგვართვესო და დროც მოგპარესო. საპასპორტო კონტროლის ჩანერგვამდე და კვების პარადიგმის შეცვლამდე, ხო, რა დროსაც მოხდა ამ კარტოფილის და დროჟიანი საკვების ჩანერგვა, ამ დროჟიანი პურის, დროჟიანის რაღაც გამომცხარი ბევრი სახეობის პროდუქტებისა, პროდუქციისა და შაქრის ჩანერგვა დაიწყეს, იმიტომ რომ მანამდე შაქარი არ იყო, ადამიანის ბიოლოგიური რესურსი იყო სხვა. ადრე დააკვირდი ბიბლიურ და შუმერული მღვდლებს, მაშინ ასობით წელი ითვლებოდა სიცოცხლის ხანძრეობა 300 წლამდე ცხოვრობდა ხალხი. საპასპორტო სისტემამ შემოიტანა ჩვენი ესე იგი სიცოცხლის ვადა. ხო, რაც გახდა ჩვენი ასე თქვა დაჭკნობის
პროცესი. ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ 60 წლის ხართ, თქვენ ხართ უკვე მოხუცი. თქვენ გჯერათ და ორგანიზმი ასრულებს სოციუმის პროგრამას. მაგრამ მე-18 საუკუნის არქივებში ჯერ კიდევ ხვდება ჩანაწერები ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ 150-200 წელი და მათ უწოდებდნენ სტარტზე. საგაქრა ეს ხალხი. მათ გაუკეთეს ოპტიმიზაცია. სისტემას არ ჭირდებოდა ისინი ვინც ხანძრულად ცხოვრობდნენ და ახსოვდათ კარგად წარსული. ახალ სისტემას ჭირდებოდა ხალხი, რომლებიც ცხოვრობდა ცოტა ხანი და რომლებიც ცვლიდნენ თავის შთამომავლობს ისიც ჩქარა, რომ ვერასწრებდნენ ბაბუები და ბებიები თავის ცოდნების გადაცემას შვილიშვილებზე. პასპორტები გახდა ახალი ციხეები ბევრი ერებისთვის. ახალმა მეპატრონეება, ახალმა სისტემამ მაშინდელმა გაყო ჩვენ ენობრივი და ეროვნული ბარერებით. მე-19 საუკუნემდე სამყარო იყო უფრო გომოგენური, არსებობდა ხატების ერთი ენა ან კომუნიკაცია, რომელიც იძლეოდა საშუალებას აეშენებინათ ერთნაირი ანტიკური შენობები, დაწყებული პეტერბურგი და დამთავრებული ვაშინგტონამდე. ამ ნაციონალური პასპორტების ჩანერგვა ტარდებოდა ერთდროულად ახალი ლიტერატურული შექმნასთან ერთად. მაპატიეთ ახალი ლიტერატურული ენების შექმნასთან ერთად. გრამატიკები იწერებოდა მეცნიერების კაბინეტებში, რომელიც მოიგონეს. ადამიანებს ასწავლიდნენ, რომ არ გაეგოთ თავისი მეზობლის. ჩემი, შენი არ გაგება, ეს არის ხელოვნური ჩანერგვა. და ეს გაყოფა დააფიქსირა საბოლოოდ პასპორტმა და თქვენ გახდით სხვები თქვენ საკუთარ პლანეტაზე. თქვენ ჩაგინერგეს, რომ მდინარის მიღმა ცხოვრობს თქვენი ტრები. თუმცა გენეტიკურად და კულტურის ხრივ თქვენ იყავით ერთი მთელი. ეს არის პლანეტის მასშტაბის ღალატი. იმათ, ვისაც ჩვენ ვუწოდებთ მმართველები, სინამდვილე უბრალოდ იყვნენ მმართველები, სინამდვილეში იყვნენ ჩვენი ნაძირატელები. ეს ციხეში რომ ყავენ მეთვალყურეები. ხო. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პასპორტებით, ჩვენი მოქალაქეობით და სინამდვილეში არ გვესმის, რომ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი საინვენტარო ნორმებით, რომელიც ეკუთვნის გლობალურ კონცლაგერს. ჩვენ ვიხდით გადასახადებს იმისთვის, რომ ჩვენ ვარცხებობდეთ. მაგალითად, იხდიან გადასახადს თუ აქვთ ვინმე საკუთარი სახლი, იმის გამო, რომ ისინი ცხოვრობენ თავის მიწაზე. მაგრამ სინამდვილეში თქვენ იხდით პლანეტის ნაწილის გადასახადს, რომელიც სინამდვილეში გეკუთვნით თქვენს. უფლოდ. პასპორტი ეს არის სუბარენდის კონტრაქტი, რომელსაც თქვენ არ მოგიწერიათ ხელი და უნდა გადაიხადოთ მთელი ცხოვრება. ეს არის კაბალა. მე-19 საუკუნეში, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, ხალხი ჯერ კიდევ ეწინააღმდეგებოდა. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ იყო ქოლერის ბუნტები, ქოლერის ეპიდემიის საწინააღმდეგო ბუნტები, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო აჯანყებები იმის გამო, რომ ხალხი ეწინააღმდეგებოდა ამ საპასპორტო რეჟიმს. კარგით, იქ ბევრი არა დარჩენილი და მე რა მინახა დავამატო კიდევ. იგივე მეორდება ახლა. უნდათ ჩიპიზაცია ხალხის. ყველაფერი გადადის ჩიპით მომსახურებაზე. ახლა ნერგავენ ბარათით გადახტას. რატო გამოცვალეს ეს სოციალური ბარათები, რატომ ჩიპიანი რატო აგვაღებიან, რომ ჩვენ შევეჩვევთ ბარათებით გადახტას, იმისთვის რომ მომავალში ნაღდი ფული გაუქმდეს და შემოიტანონ ციფრული ფული. და როდესაც შემოიტანენ ციფრულ ფულს, ალბათ დაიწყებენ პენსიონერებიდან, რადგან პენსიონერმა თუ თავისი საარსებო წყარო არ აიღო, რით უნდა იარსებოს, აიძულებენ. მე მგონია, მე ასე ვფიქრობ. მაგრამ მანამდე, რატომ გეუბნებით მე თქვენ? ეს კაბალა და ჩილოვეს სახელმწიფო, რომელსაც ახალ მეპატრონეებს უწოდეს ის ბიჭი, მაგ უბრალოდ ყვება ისტორიას.
მაგრამ მან რა იცის რა ხდება? ეტყობა არაჯერ გამოხვდებული და სინამდვილეში მე თქვენ მოგიღებთ თუ რა ხდებოდა. როგორ შემოვიდა პასპორტი, მაინტერესებდა ეს თემა, მითხრა რომ თქვენს გაგეგოთ. მაგრამ იმედია რომ გაიმარჯვებს სადებითი პოზიტიური რეალური დროის ხაზი დედამიწის და ვერ მოასწრებენ ესენი, ვერ მოასწრებენ ჩიპიზაციას ხალხისა. იცით რა? ალბათ მე რო ხა მეშინია კიდევ რამე ისე არ თქვა რომ სხვანაირად არ გამიგონ. ახლა არავინ არ იღებს ხმას, იმიტომ რომ კი ეს კომფორტია, ბევრს მოწონს, ბარათით გადახდა, ტრანსპორტში ბარათით გადახდა, მაღაზიაში ბარათით გადახდა, აფთიაქში ბარათით გადახდა, პროდუქტების ყიდვა ბარათით, ბევრს მოწონს. მაგრამ ბევრი ვერ ხდება თუ ამაში რა საჩიჩრება ჩამალული. მაგრამ მე იმედი მაქვს რომ აქამდე საქმე არ მევდა, მანამდე ნარჩენები ეს ამ ჩრდილოვანი სახელმწიფოსი და კაბალასი და მათი ვინც ხარს უჭერდა ძველ სახელმწიფოს ისინი ვერ მოასწრებენ ამის გაკეთებას. არ მგონია მოასწრონ. კარგით, მოდით, ამით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის.